ესპანეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მას აღარ ექნება ვალდებულება. თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კვირა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. ესპანეთის პრემიერის თქმით, ესპანეთი შეინარჩუნებს ვალდებულებებს 32 წევრიანი სამხედრო ალიანსის წინაშე, თუ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1%-ს გამოყოფს. ესპანეთის მთავრობამ ნატოსთან ახლახან მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ დადებითად ვაფასებთ. ის გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ჩვენი ვალდებულებები ატლანტიკური ალიანსის მიმართ და შევინარჩუნოთ ერთიანობა ისე, რომ არ დაგვჭირდეს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის დახარჯვა. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ ესპანეთის, ევროპისა და ნატოს დაცვისთვის, ხოლო დანარჩენს მოვახმართ სოციალურ პოლიტიკას, დიპლომატიას, განვითარებას, გლობალურ ვაჭრობასა და ჩვენს კეთილდღეობას. En ayuda al desarrollo, en comercio global y también en nuestro estado del bienestar. ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ ესპანეთს. მათ ტერმინი ყველა მოკავშირე ამოიღეს დოკუმენტიდან. პედრო სანჩესის თქმით, ესპანეთი ვერ აიღებს ვალდებულებას თავდაცვის 5%-იან დანახარჯზე. ნატოს შეფასებით გასულ წელს ესპანეთმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1,28%-ი დახარჯა, რაც ალიანსში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აპრილში პედრო სანჩესმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვითი ხარჯები 2%-მდე გაიზრდებოდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში კრიტიკა და დაპირისპირება მოჰყვა, მათ შორის მისი პოლიტიკური მოკავშირეებისგანაც.